საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე პარლამენტის წინააღმდეგ დავით საგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ის ნორმები წარმოადგენს, რომელიც დისციპლინური წესით საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების დროს მას სათანადოდ არ ჰქონდა გარანტირებული ზეპირი მოსმენის უფლება. მოსარჩელის აზრით გარანტიების არარსებობის პირობებში საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება კონსტიტუციის 52 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ დაცვის უფლებას და კონსტიტუციის 29 მუხლს წინააღმდეგება, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს საქმის არსებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავდა. ვინაიდან ეს დაცვის საპროცესო საშუალებები არ არის გათვალისწინებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონით და ისე ხდება საჯარო მოხელის გათავისუფლება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის აღნიშნული მუხლები უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ შექმნას სათანადო პროცესუალური დაცვის გარანტიები, მაშინ როდესაც საჯარო მოხელეს დისციპლინური წესით ათავისუფლებენ სამსახურიდან. დავით საგანი არის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმები, რომელიც აძლევს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს დისციპლინური გადაცნობის ჩადენის გამო გაათავისუფლოს საჯარო მოხელე.